ომი უკრაინაში გახდა უპრეცედენტოდ ინტენსიური დრონების ბრძოლის ველი კაცობრიობის ისტორიაში. მხოლოდ 2025 წელს რუსეთმა ყოველ კვირას უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე 1000-ზე მეტი შაჰედის დრონი გაუშვა. უკრაინამ უპასუხა იაფფასიანი კვადროკოპტერებით და საკუთარი შორმანძილზე მოქმედი დრონებითაც კი. ამან მათემატიკური თავსატეხი შექმნა ორივე მხარის მეთაურებისა და ტაქტიკოსებისთვის. როგორ გაამართლო მრავალმილიონიანი გადამჭრელი რაკეტის გაშვება $50,000 დრონის გასანადგურებლად. ამასობაში ასებული საჰაერო თავდაცვის სისტემები გადაჭიმული იყო დაახლოებით 860 მილზე ფრონტის ხაზზე, რადგან მათ უნდა დაეფარათ უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც ათეულობით მილზე ვრცელდებოდა ორივე მიმართულებით. მაგრამ ომის 4 წლის განმავლობაში უკრაინამ შეძლო ამ მათემატიკური პრობლემისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების შექმნა. და თუ საწესი ცნობების სწორია, შესაძლოა ეს უკანასკნელი იყოს ყველაზე ელეგანტური პასუხი, რომელიც უკრაინამ დრონების პრობლემაზე აქამდე იპოვა. ლაზერული იარაღი, სახელად Sunray. 2026 წლის 10 თებერვალს ატლანტიკმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღწერილი იყო იარაღის საველე დემონსტრაცია, რომლის აშენებასაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა და ინჟინრებმა 2 წელი ჩუმად მოანდომეს. ზუსტად 1 თვის შემდეგ, 10 მარტს, უკრაინელმა ჟურნალისტმა ანდრი საპლიენკომ გამოაქვეყნა საბრძოლო ვიდეო მასალა, რომელშიც როგორც ჩანს, უჩვეულო იარაღი გამოიყენებოდა რეალური რუსული სამიზნის წინააღმდეგ საველე პირობებში. იარაღი, რომელიც მიმართულ ენერგიას იყენებდა, როგორც ჩანს, შეძლებდა ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის გადაჭრას, რომელიც რუსულ დრონს ოპერატორთან აკავშირებდა და მის კონტროლს დაკარგავდა ისე, რომ არც ერთი გასროლა არ განხორციელდებოდა. ეს ვიდეო მასალა ირონიულად რუსული სამხედრო დრონის მიერ იყო გადაღებული და აჩვენებდა სხივს, რომელიც ჰაერში მოცურავე ნათელ სფეროს ჰგავდა. თუმცა ეს გამოსახულება ძირითადად კამერის კუთხისა და სინათლის არეკulis შედეგი იყო. ზოგისთვის ეს მაინც სამეცნიერო ფანტასტიკიდანიდან ამოღებულს ჰგავდა. მაგრამ რეალურად ეს იყო შედარებით მარტივი, თუმცა ძლიერი მიმართული ლაზერული სხივი. მოდით განვიხილოთ ეს პერსპექტიული ახალი იარაღი იმით, რაც ვიცით და რაც შეგვიძლია დავასკვნათ ვიდეო მასალისა და მონაცემების მიხედვით. ტექნიკურად Sunray არის მესამე საჯაროდ დადასტურებული ლაზერული იარაღი, რომელიც უკრაინამ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ 2022 წლის თებერვლიდან შეიმუშავა. პირველი იყო ტრიზონი, უკრაინული სიტყვა სამკბილასთვის, რომლის შესახებაც ქვეყნის უპილოტო სისტემების ძალებმა 2025 წლის დასაწყისში დაადასტურეს, რომ მას შეეძლო საჰაერო სამიზნეების განადგურება 2 კილომეტრზე მეტი სიმაღლეზე. მეორე ოსლიმბი, სისტემა, რომლის ტექნიკური მახასიათებლებიც ასევე საჯაროდ გაავრცელა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მისი წარდგენისას. ორივე ეს პროგრამა შედარებით დეტალურად იყო გასაჯაროებული, მათ შორის ენერგიის გამომუშავებისა და ეფექტური მოქმედების მანძილის შესახებ. მაგრამ ამის საპირისპიროდ Sunray-ს გამოქვეყნებას პრაქტიკულად არ ახლდა ხმაური და მისი ინფორმაციის უმეტესობა გასაიდუმლოებული დარჩა. არ არსებობს რეალური მონაცემები მისი მაქსიმალური სიმძლავრის, გამოცხადებული მაქსიმალური მანძილის ან რეალური მუშაობის შესახებ ველზე. ამ ინფორმაციის ნაკლებობა მნიშვნელოვანია და მოგვიანებით განვიხილოთ, რატომ აქვს ამას მნიშვნელობა. რაც საჯაროდ გახდა ცნობილი, არის იარაღის ფიზიკური ფორმა და ის ძალიან განსხვავდება იმ ტიპურ ლაზერულ ენერგეტიკულ იარაღისგან, რომელსაც ფილმებში ხედავთ. არ არსებობს უზარმაზარი აპარატი, სატვირთო ზომის გენერატორი, არც გამაგრებულ ბუნკერში მყოფი ტექნიკოსების გუნდი, რომლებიც ანთებულ პულტებს აკვირდებიან. ჟურნალ The Atlantic-ში იარაღის აღწერის მიხედვით, Sunray ჰობისტის ტელესკოპს გავს, რომლის გვერდებზე 2 კამერაა დამაგრებული. თელესისტემა თავისუფლად ეტევა სტანდარტული ავტომობილის საბარგულში. დემონსტრაციის დროს ის პიკაპის კაპოტზე იყო განთავსებული და იქიდან იმართებოდა. როდესაც იარაღი გამოიქენეს, ან სულ მცირე ბრძანება გასცეს მის გამოყენებაზე. რამდენიმე 100 იარდის დაშორებით მყოფი დრონი ცეცხლში გაეხვა და რამდენიმე წამში ცეცხლოვანი რკალით ჩამოვარდა ციდან. იარაღი პრაქტიკულად უხმო და ინერტული იყო. მას არ ჰქონდა გამოსაყენებელი საბრძოლო მასალა. ეს ბოლო დეტალი აღსანიშნავია, რადგან სწორედ ამაში არსი თუ რატომ იწვევს ლაზერული იარაღი ასეთ დიდ ინტერესს, როცა უკრაინა დრონების ეპოქაში გადარჩენის გზებს ეძებს. თითოეული რაკეტით ჩაჭრა ყოველჯერზე თანხას მოითხოვს. თითოეული ჩამჭრელი რაკეტა თავადაც პატარა რაკეტაა, რომელიც უნდა დამზადდეს, შეძენილ იქნას და შემოწმდეს. ეს ადრე ქმნიდა ბუნებრივ ბარიერს იმაზე თუ რამდენს შეძლებდა უკრაინა ანტიდრონულ ბრძოლაში დახარჯვას, რომელიც მხოლოდ ელექტრონულ ან დრონებზე დაფუძნებულ სისტემებს არ ეფუძნებოდა. ფაქტობრივად იმის გარდა რომ თავად დრონებს იყენებდა, უკრაინას მოუწევდა ეცადა დაეშალა ის ქსელები, რომლებიც დრონებს ოპერატორებთან აკავშირებდა. და იმ ოპტიკურ ბოჭკოვანი დრონებით, რომლებიც 2024 წლიდანვე გამოჩნდა, ეს პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა თუ ფიზიკურ კავშირს ვერ გაწყვეტდი. მაგრამ ისეთი ლაზერული იარაღით, როგორიცაა Sunray, სანამ ელექტროენერგია აქვს, შეუძლია განაგრძოს სროლა თითქმის ნულოვანი დანახარჯით თითოეულ გასროლას. იმავე დროში, რაც პატრიოტის ჩამჭერი რაკეტის გაშვება სჭირდება, ლაზერულ სისტემას თეორიულად ასობით სამიზნეზე მოქმედება შეეძლო. და თავად პატრიოტის რაკეტა $100,000 ხის და მხოლოდ თვითმფრინავებისა ან მაღალი სიმძლავრის საკრუიზო რაკეტების წინააღმდეგ არის ეფექტური, რასაც რუსეთი რეალურად არ აგზავნის უკრაინაში.
ეს ეკონომიკური გათვლა განსაკუთრებულად მიმზიდველია კონფლიქტში, რომელიც ინდუსტრიული გამოფიტვით არის განსაზღვრული. ეხლა თუ ჩუმი უხილავის სხივის აღწერა, რომელიც დრონებს წამებში ანთებს, თქვენთვის ნაცნობად ჟღეს. ეს იმიტომ, რომ ასე უნდა იყოს. Star Trek-მა 1960-იან წლებში მაყურებელს მიმართული ენერგიის იარაღების კონცეფცია გააცნო. USS Enterprise-ის ეკიპაჟი ფეიზერებს იყენებდა, რომლებიც კონცენტრირებული ენერგიის სხივებს ისროდნენ და ბრძანების მიხედვით შეეძლოთ მიზნის გაბრუება, გაუნებელყოფა ან დაშლა. მოგვიანებით Star Wars-მა მოგცა ტურბოლაზერები, პლანეტარული თავდაცვის ქვემეხები და სიკვდილის ვარსკვლავის მიმართული ენერგიის იარაღი, რომელიც საკმარისად დიდი იყო მთელი პლანეტის აორთქლებისთვის. ჟანრი უკვე 6,000 წელია წარმოიდგენს იარაღებს, რომლებიც კლავენ სინათლით და არატყვით. რა თქმა უნდა, Sunray ძალიან შორსაა სიკვდილის ვარსკვლავის შესაძლებლობებიდან, ან თუნდაც ფაზერისგან, რომელსაც შეუძლია გამაგრებული მეტალის კორპუსის ან ტანკის განადგურება. მაგრამ ძირითადი კონცეფცია, სადაც საკმარისი ენერგია კონცენტრირდება ძალიან პატარა წერტილზე, რათა გააცხელოს და გაანადგუროს მცირე სამიზნე, 10 წლეულებია მუშავდება. Sunray-ის მხოლოდ ისჭირდება, რომ გადახუროს პატარა დრონის ელექტრონიკა, ან რამდენიმე ასეულ იარდში ამოუწვას მისი თხელი ნახშირბადოვანი ჩარჩო. ფიზიკა, რომელიც დგას სამეცნიერო ფანტასტიკის იარაღის და რეალური იარაღის უკან, მხოლოდ მასშტაბით განსხვავდება, მაგრამ ეს მცირე მასშტაბი ზუსტად ისაა, რაც უკრაინას სჭირდება, როცა ყოველდღიურად დგას დრონების ჯგუფების წინააღმდეგ. იმის გასაგებად, რას ნიშნავს დემონსტრირებული შესაძლებლობა პრაქტიკაში, გაიხსენეთ თებერვლის ვიდეო. პატარა დრონი გაუშვეს და ის რამდენიმე ასეულ იარდზე გაფრინდა. სისტემა მას ავტონომიურად ადევნებდა თვალს. კამერები მიზანზე ფოკუსირდნენ. ოპერატორის სროლის ბრძანები და რამდენიმე წამში დრონი უბრალოდ აალდა და ჩამოვარდა. მარტის ვიდეო კადრები სხვა განზომილებას ამატებს. ამ შემთხვევაში ჩანს, რომ იარაღებმა მიზანში ამოიღეს არა თვითონ დრონი, არამედ ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც დრონს ოპერატორთან მიტაზე აკავშირებდა. ამ კავშირის გაწყვეტა თვითონ დრონს არ ანადგურებს. დრონი არ ფეთქდება. უბრალოდ კარგავს ენავს ენერგიას და კავშირს დავარდება. ეს გარკვეულწილად უფრო ელეგანტური განადგურებაა, ვიდრე თვითმფრინავის ჩარჩოს დაწვა. სამიზნე ჩუმად ნეიტრალდება, დამცვარი ნამსხვრევებისგან დამატებითი რისკის გარეშე და ერთადერთი რაც ნადგურდება, არის კაბელი, რომელიც უკვე გარემოსთვის პრობლემას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, გარკვეული ნაბიჯია საჭირო ამ ორი მკაცრად კონტროლირებადი სცენარიდან რეალურ საბრძოლო გარემოში გადასასვლელად. მაგრამ მისი სარგებლიანობის ძირითადი პრინციპი სწორია. რუსულმა ძალებმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს გამოყენება იმსოვე მოლოდინის დრონებისა, უპილოტო საფრენი აპარატებისა, რომლებიც ფრონტის ხაზთან ახლოს დაფრინავენ ან ლოდინში არიან. ისინი დაკავშირებულია გრძელ ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელებთან, რომლებიც სიგნალებს ოპერატორთან აბრუნებენ, თლიანად გვერდსულიან GPS და უძლებენ ელექტრონულ ჩარევას. ეს სისტემები უკრაინული ძალებისთვის მზარდ პრობლემად იქცა, რადგან ტრადიციული ჩარევა და GPS-ის მოტყუება, რაც ეფექტურია შახადებისა და კომერციული კვადროკოპტერების წინააღმდეგ, უბრალოდ არ მუშაობს დრონებზე, რომლებიც პირდაპირ ფიზიკური კაბელით იმართება. ლაზერი, რომელსაც შეუძლია ამ კაბელზე დამიზნება და მისი წამებში გადაცვა, წარმოადგენს გამოსავალს პრობლემაზე, რომელსაც არც ერთი არსებული სისტემა ასე ეფექტურად ვერ უმკლავდება. საფრთხის სპექტრის ნაკლებად საშიშ ბოლოში მცირე კომერციული კვადროკოპტერები, რომლებიც მოდიფიცირებულია ყუმბარების ჩამოსაგდებად ან ფორმირებული მუხტის საბრძოლო თავების გადასატანად, ომის ერთ-ერთ განსაზღვრელ ტაქტიკურ იარაღად იქცა და ფრონტის ხაზზე ქვეითთა პოზიციებს აშინებს. ეს დრონები იაფია, მრავლადაა და ტრადიციული იარაღით ჩამოგდება რთულია. წევრtildeოვანი თავდაცვის ლაზერი, რომელსაც შეუძლია ჩუმად დაწვას დრონი ციდან აღმოჩენიდან რამდენიმე წამში, ისე რომ აგამოსცეს ხმა, რომელიც ოპერატორის პოზიციას გაამჟავნებს და ამასთანავე არ ხარჯავს საბრძოლო მასალას, წარმოადგენს ძალზე ეფექტურ საშუალებას ასეულის ან ბატალიონის დონეზე. დამაგრეთ იგი მანქანაზე, მიაერთეთ გენერატორზე და მიეცით შესაძლებლობა ხელოვნური ინტელექტის თვალთვალის სისტემას შეასრულოს თავისი საქმე. ყოველი პატარა FPV დრონი, რომელიც თავდაცვით ხაზს უახლოვდება, ხდება პოტენციური სამიზნე და თითოეული ასეთი მოქმედება პრაქტიკულად არაფერს ხრის. ეხლა გადავიდეთ ციფრებზე, რადგან სწორედ ციფრებში ხდება Sunray-ის ისტორია მართლაც გამორჩეული. ანგარიში მიუთითებს, რომ Sunray დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ვითარდებოდა, ხოლო ზოგიერთი შეფასებით პროტოტიპის ღირებულება რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენდა. სერიული წარმოების მოდელის სავარაუდო ერთეულის ღირებულება რამდენიმე $100,000 შეადგენს. ყველაზე ახლო შედარება, რაც გვაქვს, არის ASHS-ს საზღვაო ძალების Helios-ის სისტემა, რომელიც ნიშნავს მაღალი ენერგიის ლაზერს ინტეგრირებული ოპტიკური დამაბრმავებლით და სადაზვერო ფუნქციით. Helios-ი შეიქმნა Lockheed Martin-ის მიერ 2018 წელს გაფორმებული $150 მილიონი ღირებულების კონტრაქტის ფარგლებში. და ეს მხოლოდ განვითარების კონტრაქტის ღირებულებაა, არა სისტემის თითოეული ერთეულის ფლოტში განთავსების ფასი. ზოგიერთი ანალიზის მიხედვით Helios-ის სრული პროგრამის, მათ შორის დამატებითი ვარიანტებისა და შემდგომი სამუშაოების ჩათვლით, პოტენციური საერთო ღირებულება $1 მილიარდ უახლოვდება. ამერიკული სისტემა მართლაც შთამბეჭდავია და მუშაობს ისეთი სიმძლავრით, რომელსაც უკრაინის პროტოტიპი თითქმის ვერ შეედრება. მაგრამ იმ კონკრეტული მისიისთვის, რომელიც უკრაინას სჭირდება, მაგალითად, მცირე დრონების ჩამოგდება ფრონტის ხაზთან ახლოს, უკრაინული სისტემა სავარაუდოდ ბევრად უფრო ეფექტურია ხარჯების მხრივ.
ეს ხარჯთა რიცხვა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება, როდესაც Sunray-ის დასავლეთში შექმნილი მაღალი ენერგიის ლაზერული იარაღების 2025 წლის ფართო სურათს შევდარებთ. გერმანიის Rheinmetall და MBDA მინიმუმ 2019 წლიდან ავითარებენ გემზე დამონტაჟებულ ლაზერულ დემონსტრატორს. 2026 წლის დასაწყისისთვის ამ პროგრამამ დაასრულა 1 წლის საზღვაო გამოცდები და ჩაატარა 100-ზე მეტი საბრძოლო სროლის ტესტი. თუმცა მისი ბიუჯეტის კომიტეტი უკვე აყენებდა განგაშს დემონსტრატორის ფაზისთვის გათვალისწინებულ 462 მილიონი ევროს. მიმდინარე კურსით დაახლოებით 548 მილიონი დოლარი ხარჯზე. ამასობაში ავსტრალიური კომპანია Electro Optic Systems თავაზობს თავის 100 კილოვატიან Apollo ლაზერულ იარაღს, რომელმაც გასული წლის აგვისტოში მიიღო პირველი ცნობილი საექსპორტო კონტრაქტი ამ ტიპის ლაზერული სისტემისთვის. მყიდველი კი ნიდერლანდები იყო. ესენი არის სრულყოფილი ძლიერი სისტემები, რომლებიც აშენებულია დასავლური შესყიდვების პროგრამების მკაცრი სტანდარტების შესაბამისად, საიმედოობის, თავსებადობისა და ხანგრძლივობის მოთხოვნებით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათ ღირებულებასა და განვითარების ვადების ვადებს. ეხლა თუ გსურთ დასავლური სისტემების ნახვა, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show. ჩვენ ყოველდღიურად ვაქვეყნებთ ვიდეოებს, რომლებიც სამხედრო ტექნოლოგიების ყველა მნიშვნელოვან მიღწევას ეხება. ამის ნაცვლად უკრაინის Sunray ქმნის უნიკალურ ნიშას. იაფი იარაღები, რომლებიც შეიძლება დიდი რაოდენობით გამოიყენონ, სწრაფად აშენდეს საომარი პირობებში და ეფექტურია იმ კონკრეტული დრონების წინააღმდეგ, რომლებიც ფრონტის ხაზზე ჯარისკაცებს კლავს. თუ უკრაინა საბოლოოდ შეძლებს Sunray-ის მასშტაბურად წარმოებას და ეს საკმაოდ დიდი თუა, სტრატეგიული შედეგები შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. თანამედროვე საჰაერო თავდაცვა უკრაინაში ფენებად არის აგებული. შორ მანძილზე მოქმედი სისტემები, როგორიცაა Patriot, ბალისტიკურ და ფრთიან რაკეტებს უმკლავდება. საშუალო მანძილზე მოქმედი სისტემები საშუალო დისტანციებზე თავდასხმებს უმკლავდება. ხოლო მოკლე დისტანციაზე კრეითი ჯგუფები, ტყვიან ფრქვევებით, ელექტრონული ომის კომპლექტებით და თვითნაკეთი დრონების დამჭერი ბადეებით უმკლავდებიან დრონების მასიურ საფრთხეს, რომელიც სხვა ყველაფერს აღწევს. Sunray შეიძლება მოკლე დისტანციის ფენაში ჩასვეს, როგორც უხმო საბრძოლო მასალის გარეშე მოქმედი წერტილოვანი თავდაცვის საშუალება, რომელიც არ ამცირებს რაკეტების მარაგს, რომლის შევსებასაც უკრაინა მუდმივად ცდილობს. სერიული მოდელი, რომლის ფასიც რამდენიმე $100,000-ია, საშუალებას მისცემს ამ იარაღს ფართოდ განთავსდეს ბრიგადებისა და ბატალიონების პოზიციებზე. თუნდაც ზომიერ რაოდენობაში, Sunray-ის ერთეულების ქსელი, რომელიც კონტაქტის ხაზზეა განაწილებული, უკრაინის მოკლე დისტანციის დრონების დაცვის მნიშვნელოვან გაძლიერებას ნიშნავს. და ამას გააკეთებს ისე, რომ არ გაზრდის დამჭერი რაკეტების ხარჯებს, რაც ომის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური წნეხია. Sunray-ის განვითარების ტრაექტორიაც გარკვეულწილად უნიკალური. ეს ასახავს ნიმუშს, რომელიც უკრაინის საომარი ინოვაციების ისტორიაში არაერთხელ გამოჩენილა. პროგრამა გავრცელებული ინფორმაციით დაახლოებით 2 წლით ადრე დაიწყო, ვიდრე 2026 წლის თებერვალში საჯაროდ გახდებოდა ცნობილი. ეს დროის ხაზი მის დასაწყისს 2024 წლის დასაწყისში აყენებს. იმ პერიოდში, როდესაც რუსეთი დრამატულად აძლიერებდა შაჰედის კამპანიებს და უკრაინის საჰაერო თავდაცვის მარაგები უკვე ძლიერ დაძაბულ მდგომარეობაში იყო. ინჟინრებს, რომლებმაც Sunray შექმნეს, არ ჰქონდათ მრავალწლიანი განვითარების ფაზის ფუფუნება, წარმოების ტენდერის პროცესი, კონგრესის ავტორიზაციის მრავალრაუნდიანი განხილვები ან 10 წლიანი ტესტირების პერიოდი. მათ გამოავლინეს საჭიროება, დაიწყეს მშენებლობა და განაგრძეს გაუმჯობესება მანამ, სანამ არ მიიღეს ისეთი რამ, რაც საკმარისად ეფექტური იყო, რომ სოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოცემის ჟურნალისტისთვის ეჩვენებინათ. შეადარეთ ეს იმას თუ როგორ მიმდინარეობდა მსგავსი მიმართული ენერგიის პროგრამები დასავლეთში. აშშ საზღვაო ძალების ლაზერული იარაღის განვითარების მცდელობა სხვადასხვა ფორმით უკვე 20 წელზე მეტია მიმდინარეობს. გერმანიის გემზე დამონტაჟებული ლაზერის დემონსტრატორი მინიმუმ 6 წელია ვითარდება და ჯერ კიდევ არ მიუღწევია ოპერაციული დანიშნულებისთვის. დიდი ბრიტანეთის Dragonfire-ის პროგრამა, რომელმაც 2024 წლის ტესტების სერიაში წარმატებით აჩვენა საკუთარი ლაზერული იარაღი, 2017 წლიდან ვითარდება. დასავლეთს აქვს ბევრად უფრო ნელი თავდაცვის შესყიდვების სისტემები, რომლებიც შექმნილია რისკის მინიმიზაციისთვის, რთულ შეთანხმებულ სტრუქტურებში თავსებადობის უზრუნველსაყოფად და ისეთი იარაღის მისაწოდებლად, რომელიც 30 წლის განმავლობაში დარჩება ექსპლუატაციაში. მაგრამ ეს პრაქტიკულად შეუთავსებელია იმ ტემპთან, რაც სისწრაფითაც უკრაინაში დრონების საფრთხე ვითარდება. იმ დროისთვის, როცა დასავლური მიმართული ენერგიის იარაღი დაასრულებს თავის სტანდარტულ განვითარების ციკლს, რუსი დრონების ინჟინრები უკვე 2 ან 3 თაობას დიზაინის გაუმჯობესებისა შემოიტანენ. უკრაინას არ შეუძლია დაელოდოს სრულყოფილებას. მას ახლა სჭირდება საკმარისად კარგი იარაღი, იმდენი რაოდენობით, რომ მნიშვნელობა ჰქონდეს. ზუსტად ეს კულტურაა, რომელმაც უკრაინაში მნიშვნელოვანი წინსვლები გამოიწვია და მისცა მას საშუალება გადაერჩინა თავი რიცხობრივი უპირატესობის მქონე მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. უკრაინის საომარი თავდაცვის ინდუსტრია არ ოპტიმიზირდება ხანგრძლივობაზე, თავსებადობაზე ან შესყიდვების ოფიცრების კომფორტზე. ის ოპტიმიზირებულია იმაზე, რომ ბრძოლის ველზე რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ის, რაც მუშაობს, სანამ შაჰედების შემდეგი ტალღა მოვა. თუმცა ამ სისტემას გარკვეული პრობლემებიც შეიძლება ჰქონდეს. დემონსტრაციამ აჩვენა, როგორ განადგურდა პატარა დრონი რამდენიმე ასეული იარდის მანძილზე.
ხოლო მარშის კადრებმა მიანიშნეს, რომ კაბელის გაჭრის შესაძლებლობაც მსგავს მანძილზეა. მაგრამ არც ერთი ეს მაგალითი არ იძლევა იმ მონაცემებს, რომლებიც რეალურად მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის დაგეგმვისთვის. რა არის სისტემის მაქსიმალური ეფექტური მანძილი? რა სიმძლავრის კლასში მუშაობს იგი? როგორ მუშაობს იგი ნისში, წვიმაში, მტვერში ან კვალმში, რომლებიც ყველა მუდმივი ფაქტორია უკრაინის საბრძოლო ველზე? რამდენად სწრაფად შეუძლია მას სწრაფად მოძრავი სამიზნის თვალთვალი და მასზე მოქმედება შედარებით ჰაერში ერთ ადგილზე გაჩერებულ დროლ-დრონთან. Rand კორპორაციამ 2025 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში დახასიათებული ჰქონდა მიმართული ენერგიის იარაღები როგორც შედარებით მოუმწიფებელი და ამჟამად არაგანხორციელებადი ვარიანტი. აღნიშნული შეზღუდვები ზუსტად ისეთია, როგორცაც ელოდებოდით. მნიშვნელოვანი ენერგიისა და ინფრასტრუქტურის მოთხოვნები, პირდაპირი ხილვადობის მიღმამდებარე სამიზნეებზე მოქმედების შეუძლებლობა და ძლიერი დამოკიდებულება სუფთა ატმოსფერულ პირობებზე. ლაზერული ენერგია ასევე იფანტება წყლის ორთქლით, მტვერითა და აეროზოლებით. Testირების დროს სისტემა შეიძლება ბრძენვალად მუშაობდეს, მაგრამ ეს ტესტები როგორც წესი ტარდება სუფთა ცის ქვეშ ან არასაკმარისად რთულ ამინდის სიმულაციებში. რეალურ სიტუაციაში რთულია განსაზღვრო, როგორ მოიქცევა იგი სინამდვილეში. შემდეგ არის ფუნდამენტური ზვარი, რომელსაც ენერგიის სიმკვრივის ფიზიკა აწესებს. რამდენიმე ასეული იარდზე პატარა ჰაერში ერთ ადგილზე გაჩერებული კვადროკოპტერის ჩამოგდება საჭიროებს გარკვეული რაოდენობის ენერგიის მოკლე დროში მცირე სამიზნეზე კონცენტრირებას. შაჰადას 36-ის ჩამოგდება, რომელიც საათში 110 მილით მოძრაობს და თითქმის 1 მილის მანძილზეა უფრო მეტ ენერგიას, უფრო ზუსტ თვალთვალს და სამიზნეზე უფრო ხანგრძლივ კონცენტრაციას მოითხოვს. ამჟამად როგორც ჩანს, არ არსებობს განხორციელებადი გზა, რომ სუნრეიმ ამას მიაღწიოს. ამიტომ უკრაინა მას სავარაუდოდ მხოლოდ მცირე უპილოტო აპარატების წინააღმდეგ გამოიყენებს მოკლე დისტანციებზე. მაგრამ ეს უმნიშვნელო შენიშვნა არ არის. შაჰადები ის იარაღია, რომელმაც ყველაზე დიდი ჯამური ზიანი მიაყენა უკრაინის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო ცხოვრებასა და ენერგოსისტემებს. ესენი ის დრონებია, რომლებმაც უკრაინის ქალაქების ზამთრის შუაგულში სიბნელეში ჩაძირეს. გაანადგურეს ელექტროსადგურები და ქვესადგურები, მოკლეს მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ სახლებში ეძინათ. თუ სანრეი ვერ უპირისპირდება შაჰადებს, ეს არ არის უკრაინის რკინის გუმბათი. ეს იქნება კონკრეტული წერტილოვანი თავდაცვის საშუალება ახლო მანძილზე მოქმედი დრონების საფრთხეების წინააღმდეგ და შესაძლოა მნიშვნელოვანი, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ერთი კომპონენტი შრეობრივ სისტემაში და არა სისტემის მთავარი ნაწილი. ეს შრეობრივი სისტემა სწორედ ისაა, რასაც უკრაინელი ოფიციალური პირები აღწერენ, როდესაც საუბრობენ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის განვითარების მიმართულებაზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებული ინფორმაციით დაავალა პავლო იელიზაროს, ახლად დანიშნულ საჰაერო ძალების მოადგილე სარდალს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის გარშემო ინტეგრირებული ეროვნული გუმბათის შექმნა. 2026 წლის ზაფხულისთვის ვადები, რომელსაც ინფორმირებული პირები უკიდურესად შეკუმშულად მიიჩნევენ. ეს გუმბათი როგორც დაგეგმილია დააკავშირებს Sunray Type-ის ლაზერულ სისტემებს, რომლებიც ახლო მანძილზე CDIS-თან ერთად გამოიყენება. ავტონომიური ჩამჭერი დრონების სისტემა SISA და ნავდიდან, რომელიც ვერტიკალურად უშვებს ჩამჭერებს და მიზნებზე მათ მართავს ჩაშენებული კამერებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. გარდა ამისა, P1 Sun Skyfall-დან არის მრავალჯერგერადი გამოყენების ჩამჭერი დრონი, რომელსაც უკვე აქვს საბრძოლო გამოცდილება 1000-ზე მეტი განადგურებული სამიზნით. დასავლური რაკეტების, პატრიოტების, ნასამსებისა და აირისტების შეზღუდული რაოდენობა ინახება ყველაზე რთული სამიზნეებისთვის. ბალისტიკური რაკეტები, თანამედროვე ფრთოსანი რაკეტები, საფრთხეები, რომელთაც ვერც ერთი დრონი ჩამჭერი და ვერც ახლო მანძილზე მოქმედი ლაზერი ვერ გაუმკლავდება. ყველაფერსაც ამაზე იაფი ფენა უმკლავდება. მაგრამ ჯერ კიდევ რამდენიმე მთავარ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ჯერ უცნობი ტექნიკური მახასიათებლები, როგორიცაა სიმძლავრე, მოქმედების რადიუსი და ამინდის პირობებში მუშაობა, ყველა ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად სასარგებლოა იარაღი. მხოლოდ ამ მონაცემებით შეძლებენ ანალიტიკოსები ობიექტურად შეაფასონ, რამდენი სუნრეი დასჭირდება უკრაინას, რათა რეალურად იმოქმედოს მის წინაშე არსებულ დრონების საფრთხეზე და რა დაუჯდება ამ ზღვარის მიღწევა. მანამდე სუნრეი რჩება ძალიან პერსპექტიულ ექსპერიმენტად, რომელმაც გადალახა მნიშვნელოვანი ბარიერები, მაგრამ პრობლემა ჯერ არ გადაუწყვეტია. მაგრამ ამ საკითხების გარდა აშკარაა, რომ უკრაინამ ამ ომის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ ტექნოლოგიური ჩამორჩენის აპმოფხრის უნარი აქვს. ეს 5 წლის წინ გადაულახავად მოგვეჩვენებოდა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა და იმ ხარჯის მცირე ნაწილად, რასაც მსგავსი დასავლური პროგრამები საჭიროებს. 2 წელი კონცეფციიდან საველე დემონსტრაციამდე, რამდენიმე მილიონი დოლარი პროტოტიპისთვის. წარმოების მასშტაბზე თითო ერთეულზე რამდენიმე ასეული ათასი. სისტემა, რომელსაც შეუძლია ჩუმად გაანადგუროს მცირე დრონი წამებში, ერთი ტყვიის გასროლის ან ოპერატორის მდებარეობის გამომშავნების გარეშე. ომში, რომელიც მცირე უპირატესობების დაგროვებითა და გამოფიტვის მათემატიკით განისაზღვრება, ეს შეიძლება იყოს რაღაც ბევრად უფრო დიდი საქმის დასაწყისი. გმადლობთ ყურებისთვის. ეხლა თუ გსურთ გაიგოთ უფრო ფართო საჰაერო თავდაცვის არქიტექტურა, რომელსაც უკრაინა აშენებს ისეთი სისტემების გარშემო, როგორიცაა Sunray, ნახეთ ეს ვიდეო უკრაინის თავდაცვებზე.
და ბოლოს არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ, რათა ყოველდღიურად მიიღოთ ინფორმაცია იარაღებზე, სტრატეგიებსა და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც განსაზღვრავენ გლობალურ სამხედრო მოქმედებებს.